ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1953 წლის 26 იანვარია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. უშინ 25 იანვარს ვორონეჟის ფრონტის ჯარებმა, რომლებიც შეტევაზე გადავიდნენ, უაგდეს გერმანელთა ნაწილები და მთლიანად დაიკავეს ქალაქი ვორონეჟი. ვორონეჟის ფრონტის რაიონში წამოყვანილი ტყვეების საერთო რაოდენობა 75,000 ჯარისკაცსა და ოფიცერს მიაღწია. ამავე დღეს ამიერკავკასიის ფრონტის ჯარებმა მტრისგან გაანთავისუფლეს ქალაქი მიქოიან-შიხარი. თავდაცვის სახალხო კომისარიატმა საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე აღზრა შუამდგომლობა. წითელ არმიაში დისციპლინის შემდგომი განმტკიცებისა და მეთაურთა ავტორიტეტის ამაღლებისთვის, წითელი არმიის შემადგენლობისთვის ძველის ნაცვლად ახალი განმასხვავებელი ნიშნების სამხრეების შემოღების შესახებ. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა დააკმაყოფილა თავდაცვის სახალხო კომისარიატის შუამდგომლობა და დაადგინა შემოღებული იქნას ახალი განმასხვავებელი ნიშნები და დაამტკიცა სამხრეების ნიმუშები. გორის მეორე საშუალო სკოლის მოწაფემ ლეილა ალექსანდრე სასულმა კიკნაძემ გაიზიარა კუიბიშევის ოლქის სურსკოეს რაიონის ასიპოვსკაიას არასრული საშუალო სკოლის მოწაფის თამარ ფროლოვას ინიციატივა და სატანგო კოლონა ნორჩი პიონერის ასაგებად შეიტანა მის მიერ ომის დაწყებიდან დაგროვილი 1200 მანეთი. ლეილა ალექსანდრე სასულმა კიკნაძემ ამის შესახებ დეპეში დაცნობა სტალინს. ამიერკავკასიის ფრონტის ჯარების საბრძოლო მოქმედებებს ამჟამად იღებს თბილისის კინოსტუდიის ბრიგადა, რომელშიც შედიან რეჟისორი ამხანაგი ჩაგუნავა, ოპერატორი ამხანაგი სემიანოვი და ასისტენტი ამხანაგი პოღოსოვი. ბრიგადის მიერ გადაღებული კადრები შევა კინოჟურნალ საბჭოთა საქართველოს მორიგ ნომრებში. ამ დღეებში ფრონტზე გაიგზავნება კიდევ რამდენიმე კინობრიგადა. გადმოიცემოდა 1953 წლის 26 იანვრის უკანასკნელი ცნობები.